ჩემი ბრალია რომ მიყვარხარ და მენატრები ყველაფერზე ძალიან სუ ძალიან რა ჩემი ბრალია რომ მიყვარხარ და მენატრები ყველაფერზე ძალიან ქუთაისი ჯობია? ქუთაისი ჯობია. 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 ჩემი დღევანდელი მონოლოგის თემაა ძველი კოლხეთის დედაქალაქი, ეგრისის დედაქალაქი, იმერეთის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი და საქართველოს მამაქალაქი ქუთაისი. ქუთაისელებს გილოცავთ გვირილობას. ვისაც კოტაისი გახსოვთ, იმათაც გილოცავთ და პატივისცემა ჩემგან. ხოლო ვისაც აია გახსოვთ, გილოცავთ, თქვენ გინესის რეკორდების წიგნში ხართ შესაყვანი. ქუთაისი ადრე სატახტო ქალაქი იყო. შემდეგ დავით აღმაშენებელმა დედაქალაქი თბილისში გადაიტანა. აი ეს შინაური თუ გაგიკეთებს ამას რა. სხვა მსოფლიოს ქალაქებისაგან განსხვავებით ქუთაისში როდესაც ჩახვალთ, მუზეუმის ბილეთი არ დაგჭირდებათ. იმიტომ რომ მთელი ქალაქი მუზეუმია. გეგეს იმ. აკაკი წერეთელი, კოტე მარჯანიშვილი, ზაქარია ფალიაშვილი. არ გეგონოთ რომ თბილისის ქუჩებს გითვლით. ეს დიდი ადამიანები ქუთაისის პირველი აკადემიის კურსდამთავრებულები არიან. როგორც ზემოთ ვახსენე, ქუთაისში მოღვაწეობდნენ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან გალაქტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, ზაქარია ფალიაშვილი, მაგრამ თეთრ ხიდზე ის ბიჭის ძეგლი მაინც პიკასოსია. ქუთაისში არის გამონათქვამი, მზე რომ არ ამოვიდეს, ხალხია თბილიო. სწორედ ამიტომ არის რომ ზაფხულში ქუთაისი ყველაზე ცხელი ქალაქია. ასევე აქ არასოდეს არ ჩატარდება იუებს, იმიტომ რომ სიტყვით მოგვარდებიან, სიმონ. გეიგე? ქუთაისის ბირჟაზე თუ გახვალთ, შეიძლება ხორვატიის ნაკრების სათადარიქოთა შემადგენლობას წააწყდეთ. ელიზბაროვიჩი, ქუჩუკიჩი, ტოპიჩი, გურამიჩი და ასე შემდეგ. ექსკლუზიურად დათი შოუთავის ტელემაყურებელს გაუმხელს ბიკენტიას ქაბაბის რეცეპტს. ტყვილი მოლოდინი არ შეიქმნათ, ამას პრომოში ჩავსვათ და პარასკევს ყველაზე დიდი რეიტინგი გვექნება. ქუთაისზე მონოლოგი არ გამოვა ისე, რომ ფარცხანა ყანები და ქვიტირი არ ვახსენოთ. ფარცხანა ყანები და ქვიტირი. ვახსენე, მეტი რა გავაკეთო. ეს ხუმრობით, ახლა კი სერიოზულად. ქუთაისზე მონოლოგი მინდა ქუთაისზე ლექსით დავასრულო. როგორც დათბება. დამზე ჩატკბება შემკულ დაისში. უნდა ახსრულდეს, რაც მენატრება. უნდა გავფრინდე ჩემს ქუთაისში. ჩემი აპრილის ვნახო კისკისი, ჩემი რიონის ახლა დაშვება. ატმის ხეების წველი გიზგიზი, ტყემლის ხეების გაფაშფაშება. ბოლო ცივზამთრის საშიშროების ცასრომ 1000 ჯერ ფერი ეცვლება. ქაფმოდებული ვაშლის შტოები, კომში შტოების დანაკვერცხლება. ის სურნელი შუა ქალაქში, შუა ქუჩებში. ჭრელი პეპლები, ჩემი წარსულის ძველი დარაჯი. ჩემი ბაგრატის ციხის კედლები. ახლაც ნათელი თითქოს ქვაკირში, ჩვენი 100 წლების შუქიერიოს. ნახო სიძველი ახალ აპრილში, ისე ვეწვია უქიმერიონს. თიდან ვუსმინობ გერას უთვალავს თითქოს ყველასთან სიმი გამებას და განაბულად ენის უთქმელად შევხვდე მშობლიურ შემოღამებას. ნახო ბინდბუნჩი როგორ გაქრება, თები ზეცამდე შემართულები. მე რიონზე აკიაფდება, ჩემი ბავშვობის ელნათურები. ჩემს შოუს მუსიკალურად აფორმებს რეზოია და ბოუშები, სიმო, რამე არ გეგონოში? მონოლოგის შემდეგ ხდება ჩვენ შოუში გაცილქება დათი იწყებს ნიუსების სახალისოდ გაშუქებას ნიუსებს ვიწყებთ პატარა უსაყვარლესი ფაქტით. სოფლიოში ყველაზე პატარა ბეკეკა 38 სანტიმეტრია. ეს ბეკეკა ესე მღერის. მე ვარ მართლა ერთი ციდა, მე სიცილი მინდა.
ამ ბეკეკას დასცხა. წყალი მოსწყურდა, მდინარის პირას მივიდა, მაგრამ გელმა ვერ შეამჩნია. შინაურები თურმე მესიც ეძახიან. ანუ პატარაა და თხა, გოუთია რა. სხვა თხები რომ ეს ეძახიან, ეს ეძახის მოკლედ. მე. სხვა თხები რომ ერთმანეთს რქებით ეჯახებიან, ეს მსაჯობს ხოლმე. სხვა თხებთან იმით იმართლებს თავს, რომ პატარა იყო ნაპოლეონი, მაგრამ კი აზანზარებდა მსოფლიოს. პატარა ცხოველებიდან გადავინაცვლოთ გრძელ ცხოველებზე. გერმანიაში ტაქსაძაღლების აღლუმი ჩატარდა. გერმანელები იტყვებოდნენ, დაბალპასატკიანი გერმანული ნაგაზიაო. ყველაზე რთული ტაქსების აღლუმში ძაღლების მოტრიალება იყო. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ ამ ათასობით ძაღლს წინ კატამ არ გადაურბინა. მე ეგენი პარკში გაასეენეს, ყველაზე დიდი ტაქსოპარკი იყო. ვაგრძელებთ ნიუსებს ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე. ეს ნიუსები კინოლოგის მოტანილია თუ რა ხდება? რა ამბავია ამდენი ცხოველები? კავკასიური ნაგაზის და მგლის ნაჯვარი ლეკვი აუქციონზე 5.8 მილიონად გაიყიდა. პატრონს არჩევანი ჰქონდა, ან ეს ლეკვი უნდა ეყიდა, ან მაიბახ ექსელერო, ხო და გიჟი ხომ არ არის? ლეკვი იყიდა. ეს ლეკვი ღამღამობით გელივით ყმუის და შემდეგ ნაგაზივით თავის თავს დაძდევს. 5 მილიონიან ძაღლს ბურთს რომ გადაუგდებ, მინიმუმ მესი უნდა მოგიყვანოს. თავიდან იფიქრეს, ძაღლს კუდი ხომ არ წავაჭრათ, გავდებაო, მაგრამ შემდეგ რომ გამოთვალეს, მინიმუმ 500.000-ის მარტო კუდი გამოდიოდა, ხო და დაუტოვეს. დაუბრუნდეთ ადამიანებში, ოღონდ ახალგაზრდებში თუ ასაკოვნებში მაგის გარკვევა თქვენთვის მომინდია. ყველაზე ახალგაზრდა პენსიონერი 23 წლისაა. ეს პენსიონერი ყოველდღე მიდის ვერისბახში, მაგრამ სხვა პენსიონერები არ ათამაშებენ. ერთადერთი პენსიონერია, რომელიც ემინემს უსმენს. კიდევ ეს პენსიონერი ერთადერთია, რომელსაც პენსიას სტუდენტ ქარდზე ურიცხავენ. შვილიშვილებს ვერაფერს უყვება, იმიტომ რომ პატარაა ჯერ და არ აქვს ისტორიები. 23 წლისაა და პენსია აქვს, ანუ 12 წელში მეც მომიწევს. ბოლოსთვის საკმაოდ სასაცილო და უცნაური ნიოსი შემოვინახე. ბულგარეთში საფეხბურთო კლუბმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო იმ ფეხბურთელის ხსოვნას, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. იმ ფეხბურთელს თან ეწყინა, მკვდრად გამომაცხადესო, მაგრამ თან გაუხარდა ამ ხელა პატივი მომაგესო. დუმილის დროს ერთი-ორჯერ კი გაისმა. ცოცხალი ვარო, მაგრამ არავინ არ დამოუსმინა. გოლი რომ გაიტანა, მერე მიხვდნენ, რომ ცოცხალი იყო. ჯარიმის დროს ცოცხალ კედელში არ აყენებდნენ, შემკვდარი ხარო. თურმე მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები უკან იხევდნენ და ისევ თამაშობდნენ. მკვდარზე გადასწრება არ შეიძლებაო. დღეს ქუთაისობა, ანუ გვირილობა. და დაელოდე დათის შოუში სტუმრად ქუთაისის კოლორიტს დავით ლიკლიკაძეს. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ქუთაისის კოლორიტი ბატონი დავით ლიკლიკაძე. სამი, ორი, ერთი. Click, 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 კოლორიტი გეღიმება დანახვაზე, ჟურნალისტი იუმორით სავსე, კარგი მამა სხვას ვერ ნახავ ასეც, დათისთან სტუმრად დათო ლიკლიკაძე, ქართველების ჯგუფი სუდად დაძდევს, გაზრდილია ქუთაისურ ყაიდაზე, ევროპაში კი სხვას ვერ ნახავ ასეც, დათისთან სტუმრად დათო ლიკლიკაძე, ლიკ 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 მოგესალმებით ბატონო დავით, მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან სტუმრობისთვის. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და რა დახვედრა გქონდა დათი, რა მაგარია. მეც ყველას მოგესალმებით. როგორ მოგეწონა თქვენზე სიმღერა? ძალიან მომეწონა, სად არ ყოფილ ვარ, რა გადაცემაში არ ყოფილ ვარ, მაგრამ ასე სიმღერით რო დამხვდნენ, რომელიც მე მეძღვნება, ჯერ არ მქონია ნამდვილად. დიახ. პირველ რიგში გილოცავთ ქუთაისობას. რასთან ასოცირდება ქუთაისობა თქვენთვის?
ქუთაისობა ჩემთვის ასოცირდება ყველაზე ძალიან მაგარ ქალაქთან ჩვენი ქვეყნის. მოდი ამაზე შევთანხმდეთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის პირველი სატახტო ქალაქი, ეს არის ბაგრატონთა ძვალშესალაგი, ეს არის ჩვენი ყველაზე ქართული ქალაქი და მე ხშირად ვიცი თქმა, ეს არის ერთადერთი რეგიონია იმერეთი და ქუთაისი, სადაც ირგვლივ მხოლოდ საქართველო არტყია. იმიტომ რომ ყველა რაღაც საზღვართან გადის. გურიაც კი ირიბად გადის ზღვაზე რუმინეთთან. აი ყველა მთელ ჩვენს ყველა რეგიონს, ნუ თბილისის გარდა თბილისის რეგიონი არ არის, საღაც აქვს საზღვარი და ქუთაისი არის სულ აი ყველაზე ქართული ავთენტური ქალაქი და ასე რომ ყველაზე ქართული ქალაქის დღესასწაული, რა თქმა უნდა, ეს ყველა ქართველის და საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქის ძვირფას დღესასწაული უნდა იყოს და არის კიდეც ალბათ. რა თქმა უნდა. თბილისობა ასე თუ ისე იცის საზოგადოებამ და ქუთაისობაზე რა ხდება ისეთი, რაც უცნობია ტელემაყურებლისთვის. ხო, აი რა არიცი, ვიცით თბილისობა, ვიცით ბათუმლობა, ჭიათურლობა, ზუგდიდლობა, ხაშურლობა, ყველა თელავლობა, ყველაფერს დღესასწაულია, მაგრამ ქუთაისლობა არ არის მხოლოდ ქუთაისლობა. თქვენ წარმოიდგინეთ და ბევრმა იცის და ვინც არის ახლა გაიგებს, ქუთაისლობასთან ერთად არის ერთგვარი მადლიერების დღესასწაული, ერთგვარი ქველმოქმედების დღესასწაული, რომელიც არც ერთ ქალაქს არ აქვს მიმული, იგივე გვირილობა. იმიტომ რომ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ასე შენიტოლა გოგო ბიჭები დადიოდნენ ქუჩაში, ლამაზი ბანოვანები ყიდნენ ასევე გვირილებს და ასევე შენაერი ლამაზი ბიჭები ყიდულობდნენ ამ გვირილებს და შემოსული თანხით მაშინდელი შავი ჭლექი ერქვა, მე უკვე სამედიცინო ენაზე ტუბერკულოზით დაავადებულთა ოჯახებს და ამ ავადმყოფებს ეხმარებოდნენ და ეს ქალაქობის დღესასწაული პირდაპირ ქველმოქმედებასთან და მადლიერებასთან არის მიმული. და ეს ტრადიცია სხვა შორის დღემდე გრძელდება. გითხარით თქვენი ფავორიტი ადგილი ქუთაისში, რომელიც ბევრმა არ იცის. რიონთან დაკავშირებული ყველა სანაპირო, მულტიკულტურული უბანი, სადაც აი მაგალითად ჩვენ გვაქვს ქუჩა ქუთაისში, სადაც ისა სინაგოგა, კათოლიკური ეკლესია, მართლმადიდებლური ტაძარი, სომხური ეკლესია, იმ ფრანგული კათოლიკები არიან ერთ ქუჩაზე ცხოვრობენ. და პრაქტიკულად ერთ ქუჩაზე არის 4-5 ტაძარი, ისეთი და 4-5 ეროვნება და 4-5 კონფესია, რომლებიც ასე 200 წელია უკვე მოდიან ისე რომ არ ახსოვს ქუთაისის ისტორია, აი ებრაელებს შორის, ქართველებს შორის, კათოლიკებს შორის რაიმე კონფლიქტიც კი არ ახსოვს და ეს არის შეგვიძლია ამ ქუჩით თელ მსოფლიოს ტოლერანტობის ნიმუში ვუჩვენოთ. და ჩემი საყვარელი ადგილი ერთ-ერთი, მაგრამ ნუ ყველა საყვარელი ადგილი მაინც არის საფიჩხია, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე და რა თქმა უნდა ხა ყველას უყვარს თავისი ადგილი, სადაც დაიბადა და მათ შორის მეც. ანუ ეგ თქვენი ადგილია და არეკლამებთ, ხომ? არა, ოღონდ ეს შემთხვევა ფულს არ ვიღებ ამაში. ქუთაისში ძალიან ცნობილი ბრძანდები და თუ ყოფილა შემთხვევა რომ ვიღაცამ ვერ გიცნოთ და სხვაში აერიეთ. ქალბატონი მოვიდა და შვილით არის და ვაიმეო ჩემი შვილი გიჟდება თქვენზე და ფოტო რო გადავიღოთ თქო და ეს ბავშვი ცოტა შორს არის და მე კითხო რაღაცა ხა შეჩვეული ვარ რომ აი სამე სკოლებთან რო ჩავილი ბავშვები მორბიან იღებენ ფოტოს რაღაცა და ვაიმე აი გიჟდება აფრენს თქვენზეო რომ დაგინახავთ ან ტელევიზიიდან ისეო და ხო და რაღაცა ხედავ რომ სადა ძალით მოათრია ეს ბავშვი ჩემამდე და რაღაცა მე მგონი ჩქმეც კიდეც რომ მოდი აქ და გადაიღო ხა ბავშვებს არ უყვართ ფოტოს გადაღება და სავდა და რო გადაიღეს ფოტო და უცებ ახლა მე დავემშვიდობე ქუჩაში ვარ და ყური მოუკარია ბავშვენება ვინც ცეპტილია ქალო ეგ რა ბაკი აზიარა ვინ ვიყავი და ასე დედამ აიძულა ფოტო გადაიღო ჩემთან მაგრამ რო შევეშალე ასეთიც იყო ვიღაცა კაცი გადმომიხდა მანქანიდან შენ გენაცვალეო რა მაგარი კაცი ხარო მეუბნება ო რა მაგარი კაცი ხარო ქუთაისი როგორ გიყვარცო ქუთაისზე სულ ქუთაისზე რო ლაპარაკობო შენი იუმორითო ნუ ახლა ყველა პირობა ისეთი რომ არ ვეჩლები ნამდვილად შენი იუმორითო ქუთაის სახელს უთქვამო ხშირად გამოდიხარ ტელევიზიითო რაღაცა აბა დროშა ვერ დაკიდენ ხო გოგია წულაიაში არის ბოლომდე მეგონა რომ ჩემზე იყო ლაპარაკი და მე როგორ მიხვდა რომ არ იყავით თქო? არა, იგი ვერ მიხვდა და შეიძლება ახლა მიხვდეს რო ნახავს ამ გადა. მე ხო მივხვდი მე რო არ ვიღავ. და ქუთაისელი კოლორიტების სიაში მე რამდენი წერი ხართ?
მე კოლორიტი კი არა ვარ, უბრალოდ მიყვარს ეს ქალაქი და რაღაცნაირად კი არ ვამადლი ამ სიყვარულს ჩემ ქალაქს, მაგრამ რაღაცად მომესაჯა ეს სიყვარული, იმიტომ რომ ეხლა ძალიანაც რომ მივიდეს სადმე წასვლა ვეღარ წავალ უკვე, იმიტომ რომ იმდენად უკვე პოზიციონირებ ჩემ ქუთაისს ყველგან, ყველა გადაცემაში აქ, სხვაგან, ცხოვრებაში, საჯარო გამოსვლებში, ლექციებზე უკვე სხვანაირად აღარ შემიძლია და თუ ეს არის ქალაქის სიყვარული, კოლორიტობა, მივიღებ ამ გამოწვევას. მე ვიცოდი რომ ქუთაისელ კოლორიტებს სია არ ქონდათ. ანუ ოდესმე თუ გინახავთ ადამიანი, რომელიც თქვენზე მეც ლაპარაკობდა და ვინ იყო ეს ადამიანი? იცი ის არა ქვია თითქმის არ შემხვედრია. თითქმის არ შემხვედრია, იმიტომ რომ ხო არის ეს ახლა ბევრია ლაპარაკი რო უყვარს, მაგრამ მე რა ვიცი, მე ლაპარაკ შოულობ ფულს ლაპარაკ. ანუ ის გამონათქვამი ბრძნად მეტყველება ვერცხლი არს, თუ მილი ოქრო ეგ თქვენზე არ არის. თუმცა ხო მაგაზე არ მიფიქრია, ის ოქრო მერჩივნა. ზადავარ გავჩუმდე თუ გადამიხდიან ოქროს. საერთოდ არ გამიღო. ქუთაისის ღირს შესანიშნაობაზეც მინდა რომ გკითხოთ. გულზე ხელი დაიდეთ და ისე გითხარით. ბალახუნის ასაფეხურიანი კიბეები ბოლოს როდის აიარეთ? აი ნამდვილად გულზე ხელს დავიდებ და ავიარე 1-3-4 დღის წინ. იმიტომ რომ იქ არის ერთ-ერთი სასტუმრო, რომლის სახელს არ დავასახელებ უფასოდ, მეტი საქმე კი არა. სადაც ტრენინგს ვესწრებოდი და იქედან მოკლეზე გადავედი მე ჩემი სახლისკენ და. რაღაც პერიოდი ამერიკაშიც სწავლობდი და საქართველოში რომ დაბრუნდით, მაკვარად ქუთაისლები რას გეძახდნენ? ცოტა ხანს სწავლობდი, აი ეს ხო იცი აქ ძალიან ხშირად ტრენინგებს რო გადიან ხოლმე სხვა ქვეყანაში, გონიათ რომ სწავლობდნენ. დაახლოებით მეც ესე დამემართა. მე მახსოვს რომ ჩემი განცდები რა ვსყვებოდი ქუთაისში. იმიტომ რომ მეცინება ეხლა, იმიტომ რომ 90-იანი წლები იყო შენ დაბადებული არ იყავი, ჩვენ ძალიან სიმნელე იყო, გქციოდა არ იყო წყალი, დენი, გაზი და როგორ მახსოვს ეხლა რომ მეზობლებს უყვებოდი რომ ცივი წყალიც მომდოდა ცხელის ეს განცდები მახსოვს რომ რაღაცა ამ კომფორტზე ყვებოდი ვიდრე რაღაცა იმ სათამჯენებზე და რაღაცა საოცრებებზე. ბატონო დავით, რას ამბობენ ჩემს შოუზე ქუთაისში? უბრალოდ თქვენ რას ამბობთ, იმიტომ რომ ქუთაისში სიტყვა თქვენით იწყება და თქვენით თავდება. ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა ამ შეფასებისათვის. ძალიან უყვარხართ ქუთაისელებს, იმიტომ რომ ამის ბევრი მიზეზი აქვთ, ჯერ ესეთი შენი წარმომავლობა, მამის გამო და შენი მშობლების და წინაპრების გამო. სხვათა შორის მე სადაც დავიბადე, ის სახლი იყო ხიმშიაშვილების. ხო, სადაც დავიბადე და დათო ხიმშიაშვილი ცხოვრობდა. დიახ, მამა ჩემმა მომიყვანს. ხო, ეს არის შენი მამის ბიძაშვილი. ხო და იმის სახლში დავიბადე და იქ ქვისტოლი გვაქვს ეზოში და დაათი რო ეწერა, მეგონი რომ ჩემი სახელი იყო, ალბათ რომ დავიბადე, მამა ჩემ ამოტვიფრა და მე მითხრა რომ შენამდე აქ ცხოვრობდე ხიმშიაშვილი. ასე რომ ჩვენ ძალიან უყვარხარ ქუთაისს, მართლა უყვარხარ, როგორ ამას იმით არ ვამბობ და ეს გადაცემა ძალიან უყვართ. სხვაც რო იყო არა ქუთაისთან წარმოშვებით, მაინც შეუყვარდოთ, ისედაც კარგი გადაცემაა. სხვათა შორის ჩვენთანაც აწერია დათი. დაახლოებით ასე აწერია ქვისტოლზე იქ დათი ხიმშიაშვილის. სკოლის პერიოდში როგორი მოსწავლე იყავით? იცი, არ ვიყავი ცუდი მოსწავლე, მაგრამ უფრო მეტად დედაჩემი იკლავდა თავს, რომ კარგი ნიშნები მყოლოდა და იძულებული ვიყავი კარგი მოსწავლე ყოფილიყავი. დედაჩემი მაშინებდა, რომ თუ კი დაუშვათ ამაში მაღალ ნიშანს არ მივიღებდი, ხო, რომ თავს მოვიკლავო ამბობდა და თვალსაჩინოებისათვის ის არა ქვია, ახლა შედგებოდა ჭაღზე და მოხსნიდა ნატურას და ხელს შეუღრი შიგნიო და რაღაცა მიკეთებდა. ხო, ცოტა ძალიან ისეთი ის თაობა ვართ, ასე მშობლები რო გზაფრავდნენ სწავლის გამო და ძალიან მეშინოდა ამ ყველაფერზე იძულებული ვიყავი მე მესწავლა და ძალიან ხშირად წუხდებოდი გაკვეთილებზე, ასე თუ კი მაღალნიშას ამბობდი და მოვიგონებდი, რომ თითქოს შემწუხდი და მოვაწყობდი ისტორიკებს, დავიწყებდი ფარფლას და მე მართლა აღვებოდი. ხო, მე რა მიწებდი ნიშნებს, იმიტომ რომ დედა მოიკლავს თავს ხო და მიტომ რომ მოვიკლა ხა მე მანამდე თქო. ხო და მე მასები იძულებული ვიყო რომ მაღალნიშა დაეწერა ჩემთვის. ხო, თავიდან ამას კი თითქოს ვეშმაგობდი, მაგრამ მე მართლა ავიჭრებოდი ხოლმე, რომ აღვებოდი ნერვებს და ერთხელაც ასე 6 თუ 7
მოსავლე გაგვიძახა მასაებელმა და არ დაგვიწერა მაღალ ნიშან და დავწყე ხა ჩემი ცნობილი ისტორიკები, ხო და დავიწყე ფართხალის და შეეშინდა მასწავლებელს, რომ სასწრაფოს გამოძახებაზე მიდგა საქმე, იმიტომ რომ უკვე ვეღარ მასულიერებენ. ხო და მასაებელს შეეშინდა და დათო არა მხოლოდ შენ დაგიწერო ხუთიანსო, ხუთიანი მაშინ მაღალი ნიშანი იყო. ეხლა ხუთიანი დაბალია. არა მარტო შენ დაგიწერო ხუთიანსო, ვინც გავიძახეო, ყველას დაუწერ ხუთიანსო და ამაზე მე მართლა შევწუხდი მეთქი, მე ამ გენის გულისად შევწუხდით, ხო, ის არა. ჩემ გამოვაწყეს ისტერიკები და მაშინ ბავშვი ვიყავი და გადავირიე მართლა შევწუხდი. მე მეგონა, აი, უკანა მეხსე რომ ზიან და იქედან ყველაფერზე კომენტარს რომ აკეთებენ, ეგეთი იქნებოდით. არა, წინ ვიჯექი, იმიტომ რომ პატარა ვიყავი და პატარებს წინ გვაჯენდნენ. თქვენი ისტორიები საქვეყნოდ ცნობილია და ოდესმე თქვენი მოყოლილი ისტორია სხვას თუ მოუყოლია თქვენთვის. უფრო სოციალურ ქსელში მემართება ასე. დღემდე სხვათა შორის რაღაცას ვიხუმრებ, ხანდახან გამივარდება მეც, კაი ხუმრობა, ატყდება ქვეყანაში ამ ხუმრობაზე. და მე ხო ვიღაცებს ხო მიაქვთ ოღონ დაკოპირებული მიაქვთ, ანუ ის კი არ მიაქვთ ან სკრინი, ან გაზიარება. ხო და აიღონ რა სისულელი ახლა მაგაზე წუწუნი არ დავიწყო, რაც ქვია იუმორი მომპარე, ჯერ ვის დაგარგვია ჩემი იუმორი და მე ის მოპარვა, ხო? მაგრამ ისა, მაგრამ უხეხულში მაყენებენ, ზოგი მერე მწერს, იცით, თქვენამდე ბატონო დავით. აი სხვას ეწერა, რატო იპარავთ? იქ დამაბრალა ჩემი ისა. ხო და ზოგს დაუსქრინია, რომ აი ამას ეწერა რაღაცა და ისე უხეხულში ვარ ხოლმე. ჩემივე ისტორია ხანდახან ჩემს კომრომადად მოუტანია, თორე ისე რომ იყვება რა უჭირს. სხვათა შორის ქუთაისურ გიტარასა და ჩემს შორის მსგავსება ის არის, რომ ორივეს ბაბთა გვიკეთია და რომ მოგვიყევეთ მაგ ტრადიციის შესახებ, რატომ უკეთებენ გიტარას ბაბთას. სხვათა შორის აი ზუსტად ეხლა ქუთაისლობის დღესასწაული რომ მიდის ჩვენ ქალაქში, ორმაისობის ტრადიციაა ესეც, იმიტომ რომ პირველად ბაბთა გიტარაზე დებმა იშნელებმა შეაბეს ქუთაისში, დებიშნელებიც ქუთაისელები იყვნენ, წარმოშობით შენსავით და მერე გადმოვიდნენ აქეთ ისე როგორც მთელი საქართველო აქეთ გადმოვიდა თბილისში და ყველა ქუთაის დავით აღმაშენებელიც კი ყველა ქუთაისში და ყველა თბილისში გადმოვიდა და ისა დებიშნელები არის ჯერ ესეთი საქართველოში პირველი ქართული კვარტეტი, რომელიც 4 ადამიანი მუსიკალურად შეამხანაგდა, რასაც ქვია კვარტეტი, პირველი ქართული კვარტეტია, რასაც ქვია და პირველი ბაბთა მათ შეაბეს გიტარას და აქედან წამოვიდა გამოთქმა ბაბთიანი გიტარა და ასევე უკავშირდება ეს ქუთაისობის ტრადიციას. ყველაფერთან ერთად ცნობილი გიდიც ბრძანდებით და ყველაზე მეტად რომელ ქალაქში გიყვართ ხალხის ტურისტულად ჩაყვანა? 2 დღის უკან ჩამოვედი პარიზიდან. ძალიან მიყვარს ეს ქალაქი, თუმცა რომიც ძალიან მიყვარს. ნუ ხშირად დავდივარ სტამბულში, დუბაიში, ძალიან მე მგონი აღარ დარჩა ადამიანი დუბაიში, რომელიც მე არ წავიყვანე. და ყველაზე მეტად მაინც რომელი გიყვართ? მაინც პარიზი. პარიზი. ანუ ესე იგი მაქედან გრჩებათ ხომ ყველაზე მერტი ფული? ტურისტების გადათვლის დროს ნაკლები ხომ არ გამოგსულიათ და შეგშინებიათ? კი როგორ არა, ხშირად. ხშირად ხანდახან აი დაავთვლი და თუ 2-3 კაცი აკლია, ხშირად ვამბობ, რომ 2-3% ტურისტში დანაკარგი არაფერი არაა თქო და ვაგზელებ გზას. არა ხანდახან მეტი წყობილა. ხო და მე ვიცი ხოლმე თქვა ქუთაისური გამოთქვა ესეც სტუმართან დაკავშირებით ამობენ, სუფრას რო აწყობენ, მირჩევნია მომჩეს ვიდრე მიმაკლდეს. და რაღაცა თუ მეტი არის მშვიდად ვარ. კი. ფაშორის ეხა რაღაც ტური გამოვაცხადეთ. და ისა, აი ტურს ვაცხადებ, ხშირად მეკითხებიან ჩაში მწერე რაღაცა და ერთი ქალბატონი წერდა დღეს დილას, ესეთი რამე შემემთხვა, რომ ისაო ბატონო დავითო, PC მინდაო მწერს. უკაცრავად ქალბატონი ფასი აინტერესებს, ისე დავიბენი, ფასი მინდა უნდა მოეწერა. ისე დავიბენი, მეთქი, რა უნდა ჩემთან. თქვენ რა მიწერეთ? არა მე მივწერე კითხვის ნიშანი ხო. ისი თუ გინდა მე რა შუაში. მე ფასი მომწერა და ფასი კი უპასუხა. გასაგები. კანადაში თუ წასულ ხართ და მედოლე იქ დაგრჩენიათ, თუ ეს მარტო ანსამბლების შეგუება? სხვათა შორის მქონდა ესეთი ისა ათენში მივყავდა ტური, ოღონ ათენში პატიოსთან მივიდით ნამდვილად. უკვე ვიზები რო იყო იმ პერიოდში. აჰა. ვიზები რო იყო და თეატრით ვიყავით გასტროლებზე და ავტობუსით მივდივართ ოღონ მაშინ ასე სხვებიც რო არიან ავტობუსში და იქ ხალხი გვეუბნება ქალბატონები რომ სად მიდიხართო და ისა მე მეუბნები სპექტაკლი გვაქვს თქვი მსახიობები არ თქო და
გამომხედა იმ მსახიობები ხართ ხო? როგორც მე ვიყავი სუხიშვილების მოცეკვავით. სინანული კიდიქა რომ დასარჩენად მივდიოდი. ესე დაღამდათ რაღაცა არტისტები და მოცეკვავები თითქოს მიდიოდნენ და მე რჩებოდნენ. ყველაზე უცნაური კითხვა რომ გაიხსენოთ, რაც ტურისტს თქვენთვის დაუსვამს. ყველაფერზე გვეკითხებიან აბსოლუტურად. აი, ყველაფერზე გვეკითხებიან და ისე, მაგრამ ახლა შენ ეს კი არ უნდა შეიმჩნიო რომ დაიღალი. თუ დაიღალი დაჯექი სახში ხო ფულს რო შოულობ და ისე უნდა იყო მხიარული. იმიტომ მოდის იგი ჩემ ტურში რომ იუმორს ელოდება ჩემგან და არა დააღლას და მოწყენის სახეს და ნუ ყველაფერს პასუხობ აბსოლუტურად. დაუშვათ რაღაცა მოვყევი ხო ამბავი იქვე გეკითხება იმ ამბავს. თუ შეიძლება მოგვიყევიო და ახლა მოვყევი ხო ამ წუთში კიდევ ვყვები თავიდან. რაღაცა და ისა ერთი 70 კაცი მყავს ტურში. ხშირად 100 კაცთან წავსულ ვარ დუბაის სხვათა შორის ორი თვითმფრინავით. ხო და აი 70-ი რაღაცას გეკითხება და მე რაღაცა მოდის და რომელი საათიაო მეკითხება და საათი მაინც კითხეთ ერთმანეთს მარტო მე ხო არა მაქვს საათი ტელეფონზე. შეგიძლიათ სხვა ქვეყანაში ქუთაისელი ამოიცნოთ ერთი შეხედვით და როგორ? კი, ბევრი ქუთაისელი ამომიცნია მილანშიც, რომშიც, პარიზშიც, იმიტომ რომ მოკლეკაბით გოგო რომ მიდის, ყოველთვის ვაყოლებ ხოლმე თვალს და თუ მიაყოლებს კიდე უეჭველი ქუთაისელი. გავხედავ და შეგვედა კარტელია. სხვა არავინ არ აქცევს ყურადღებას. ნუ ახლა უბრალოდ მოკლეს არ ვამბობ, ძალიან ვულგალურად რო გამოიყურებ, არანაირ არ გაქცევს ყურადღებას. ხო და თუ მე მიჩერები აუცილებლად ქუთაისელია. აუცილებლად. ბევრ მუზეუმში ხართ ნამყოფი და ყველაზე მეტად რომელმა დაგამახსოვრათ თავი? ალბათ ლუვრი მაინც. ლუვრი. და რატომ? რა ვიცი, აი, იმიტომ რომ ისა ყველაზე პოპულარული მუზეუმია თორე იცი, ლუვრზე მაგარი ორსია იქვე არის 200 მეტრში და მე ის უფრო მიყვარს ისე, იმიტომ რომ მთელი სოფლიოში მეტი შედევრი იქ არის, მაგრამ ლუვრი არის თვითონ სასახლე არის, ძალიან მაგარი სასახლე, ლუდოვიკოებიდან დაწყებული და თორე ნაპოლეონამდე ყველა მიაშენა რაღაცა და ეს იყო ყველაზე საინტერესო მიშენება. ხო და რაღაცა სასწაულის სასახლე, სასახლეა ძალიან ლამაზი. რომელ ქვეყანაში გინდათ ყველაზე მეტად წასვლა, სადაც ნამყოფი არ ხართ? სადაც ნამყოფი არა ვარ, კი, არის ასეთი ქვეყნები, ნამყოფი რო არა ვარ, ესეთია. ხო, მაგალითად. ანუ არის ეს და ჩილე, პერუ, კუბა, აი ასეთი ქვეყნები, აფრიკის ქვეყნები, ბევრში ვარ ნამყოფი, მაგრამ უფრო ქვედა აფრიკა. ხო, აი, ბევრ ქვეყნებში არა ვარ ნამყოფი, ესე, ნუ ევროპაში აბსოლუტურად ყველგან ვარ ნამყოფი და აზიის ბევრ ქვეყანაში. ქუთაისში რომ ჩავიდე, რას დამათვალიერებინებ? ქუთაისშიო რა უნდა ვნახო, ხშირად მეკითხებიან ასეთ, ხო. ხო და ქუთაისში მოთხარ ჯერ უნდა ნახო ლიგლიგაძე მე ვთხარ ის განახებს ანარჩენს თქო ხშირად ვიცი თქვა ხო და შენ უკვე ისე შემეკითხე რომ უკვე იცი ვის უნდა მიხვიდე კი ბატონო ანუ ჩემთან რა ვიცი დაგათვალიერებინებ ძალიან ლამაზია ქუთაისი ზაქარია ფალიაშვილის სახლში მიგიყვანდა გაჩვენებ სად დაიწერა ყველაზე დიდი ქართული ოპერები ჩვენი ქვეყნის ოქროჩადახში მიგიყვანდა გაჩვენებ იმ აღმოსავლურ ჭადარს, რომელიც 800 წლისაა და ჩვენ ბოტანიკურ ბაღში მიგიყვანდა, გაჩვენებ იმ უნიკალურ ხეებს, რომელიც საფრანგეთიდან ჩამოიტანა ნიკომარმა და გაჩვენებ იმ ქუთაისის ადგილებს, სადაც როგორც ალექსანდრე დიუმა ამბობს, ქუთაისი არის სუფთა ევროპული ქალაქი, ვიწრო ქუჩები, სადაც პარიზული მოდა ორი კვირის დაგვიანებით თუ ჩამოდის მხოლოდო. აი ასეთ ქუთაისს გაჩვენებ, ფრანგულ ქუთაისს. ძალიან კარგია, მაგრამ 500 ლარად ძვირია ბატონო. დაგიკლებ. და აჰა. ეს უკვე სხვა საქმე. ბავშვებისთვის აქცია. ბავშვებისთვის ოღონდ უფასო არა, ბავშვებისთვის არის ნახევარ ფასად. რომელი ქალაქი გავს ქუთაისს ყველაზე მეტად? და რატომ? ქუთაისს არც ერთი ქალაქი არ გავს. აჰა. იმიტომ რომ ქუთაისი ხო აი მაგალითად ხშირად უთქვამ სადმე რო ვარ თვაიმე თბილისის რომელიმე უბანზე ვაიმე აი პლეხანოვშიც ასე არა რაღაცა უთქვამთ პრაღაში ვენაში უთქვამთ რაღაცა აუპოლონეთშიც ასე არა პარიზში უთქვამთ რაღაცა ან ამერიკაშიც უთქვამთ თუ ასეთი უბანი ჩინეთშიცაა რაღაცა ყველა ქალაქი და ყველა ქვეყანა სადღაც მეორდება რაც ვინახავს და ქუთაისი არ მეორდება არცად და რა გავაკეთო რა თქმა უნდა და ზოგადად რომელია ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მარშრუტი და რატომ კვარას თამაშები? ხო, იხო შორის კვარას თამაშებზეც დავდიოდით. მართლა? კი, ნაპოლში, ნამყოფი ვარ.
ეხლა პარიზში არ ვიყავ. ეხლა პარიზში ჯერ ტური ასეთი არ გავიკეთებია, იმიტომ რომ ეხლა გადავიდა და ჩვენ უკვე რო ვიყავით პარიზში, ახლა კი ვიყავით, მაგრამ ეს უკვე გაყიდული იყო ბილეთები. ჩვენ ხო ტურს რო გეგმავთ, წინა დღეს კი არ ვყიდით, 2-3 თვით ადრე ვყიდით და შემდეგი ალბათ პარიზები დავამთხოვთ კვარას თამაშებს. დიახ, აუცილებლად შვენიერი იქნება. ჩვენ გვაქვს ასეთი ტრადიცია. სანამ ხუჭა კვარაცხელია ჩვენთან მოვა სტუმრად, მანამდე ყველა სტუმარს უსვამთ იმ კითხვას, რასაც ხუჭას ვკითხავდეთ. რა საინტერესოა. ხუჭა, დავით ლიკლიკაძე ხომ არ შემოგხმიანებიათ პარიზ დაგათვალიერებინებ იაფად. აი ხუჭა გეტყვი როგორ უპასუხებდა. არ შემომხმიანებია, მაგრამ დავით ლიკლიკაძე ძალიან კარგად მეგობრობს ჩემ ოჯახთან, იტყვის ხუჭა აუცილებლად, იმიტომ რომ თვითონ ნაპოლი და ხუჭასთან დაკავშირებული ყველაფერი ხუჭას მამამ დამათვალიერებინა, ბატონმა ბადრიმ და ქაბატონი მაკა დედამისი დაგვხდა ჩვენ, მე და ჩემ მეუღლეს და თან გადავყვენ პირდაპირ და ყველანაირი გაგებით და ასე რომ ძალიან ახლობელი ოჯახია ჩემთვის ხუჭას ოჯახი. და ყვარას ხო გამაცნობთ. სუნახი აუცილებლად. დიდი მადლობა. რა რჩევას მომცემდით, როგორც წამყვანს, აი რა გამოვასწორო? არაფერი არ გამოასწორო, იმიტომ რომ დაიკარგება ის, რაც შენ გამოგარჩევს დანარჩენებისგან, შენი თაობისგან, იმიტომ რომ შენ ხარ სხარტი, შენ ხარ ნიჭიერი, შენ ხარ ძალიან კარგი მეტყველების და ძალიან ხიბლიანი წამყვანი და რა წამყვანს ჭირდება, იმიტომ რომ მე ჟურნალისტიკა მაქვს დამთავრებული და სატელევიზიო ჟურნალისტიკა მათ შორის აბსოლუტურად იმაზე მეტი გაქვს, რაც უნდა კონდეს წამყვანი. ასე რომ არაფერი არ შეჭრა. მარტო გაიზარდე დიდი ბიჭი, დიდი კაცი გამოხვედი და გამოვედი ჩვენ ქვეყანას. დიდი მადლობა. ახლა რაღაც თამაში მინდა შემოგთავაზოთ. მე გეტყვით ტურისტულად ცნობილ ადგილებს და თქვენ უნდა გამიკეთოთ ამ ადგილის რეკლამა იმ სიტყვების დახმარებით, რომელსაც გაჩვენებთ. აჰა. მოიცა უფასოდ, კაცოთ და გამიჭირდება. ბატონო დავით, წარმოიდგინეთ, რომ ვართ კოლიზეუმში და დამათვალიერებინეთ კოლიზეუმი ამ სიტყვების გამოყენებით. რუსთავი 2. მეგობრებო, თქვენ ალბათ კოლიზიუმი ნანახი მაინც გექნებათ მანამდე რუსთავი 2-ზე არაერთ გადაცემაში. კიბული. და პრაქტიკულად კოლიზიუმი 90-იანი წლების ტყიბულს გავს, სადაც შიგნით ყველაფერი. აგრეული იყო და საჭიში იყო შიგნით მოხვედრა. მედუზა. კოლიზიუმში შესვლას ისეთი ძვირი ღირს ბილეთი, მედუზასავით ისუსხება. ამისაცაც ძალობა გქონდეს. დიდი მადლობა. ახლა კი ეიფელის კოშკი. აჰა, საინტერესოა. ნიხვი. აი როგორც ნიყვი არის სოკოში ყველაზე მაგარი კოშკებს შორის ასეთია ეიფელი ძვირფასო მეგობრებო. ჯართი. ხო, ბევრი ქუთაისელის ოცნება ალბათ არის რომ ხედავს ეს ჩამაბარებია ჯართათო, მაგრამ გამორიცხულია. ის უფლებას არავინ არ მიცემს. და ტოსტერი. ეიფელის კოშკზე ლიფტით რო ადიხართ, იქ რესტორანია და სადაც კარგ ტოსტებს ამზადებენ, მაგრამ ძალიან ძვირი ღირს და ტოსტერი არ ვიცი აქ თუ არა იქ. და ბოლოს პირამიდა. პირამიდა. პიკენტიას ქაბაბი. პირამიდები ისევე იდუმალებით მოცულია, როცა ხედავ. პიკენტიას ქაბაბის წვენი ვერ გავიგეთ საიდან მზადდება. კი ბატონო. ოჩოპინდრე. პირამიდებთან ოჩოპინდრე, რა ვიცი როგორ დავაკავშირო. ოჩოპინდრეს ზღაპარის არ იყოს, მართლა ზღაპარის ანახავია ეს ყველაფერი. დიახ, და შემდეგ ჩაიდანი. პირამიდების წინ ჩაიდნებით დაგვხვდებათ ბევრი არაბი მოქალაქე, რომლებიც ჩაის გთავაზობენ. ის თავიდან გეუნება რომ ის არის უფასოა თითქოს, რომ დაგისხავს, მე აუცილებლად ფულს გადაგახტევიებს და ასე რომ თხილად იღავით ჩაიდნიან კაცს და ინახავთ პირამიდებთან. დიდი ჩაიდნები აქვს. დიდი მადლობა. და ბოლოს, ჩვენ გვაქვს ასეთი ტრადიცია. კიდევ ერთი ტრადიცია. ყველა სტუმარი რაღაცას მასწავლებს და იქნებ თქვენც რაიმე მასწავლოთ. რა ვიცი, რა უნდა გასწავლო? მე შენგან უფრო ვისწავლე, ახლა მთელი ამ ხნის მანძილზე ბევრი კარგი რაღაცა. მე გასწავლი, კი არ გასწავლი, გირჩევ აუცილებლად, რომ ესეთი კეთილგანწყობილი, როცა იქნები ყველა სტუმარისადმი და ასე ხარ რომ უყურებ, იუმორი უფრო სახალისო იქნება და საყურებლად უფრო მაგარი იქნება შენი გადაცემები. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩემი სტუმარი იყო ქუთაისის კოლორიტი ბატონი დავით ლიკლიკაძე. მე კი გემშვიდობებით. ჩვენ შეხვდებით ზუსტად ერთ კვირაში პარასკევს საღამოს 11 საათზე. ახლა კი გიტოვებთ სიმღერას რეზო და ბავშვების შესრულებით გვირილობა.
მაინც ერთ ქალაქს უშენოდ მე თითქოს გულიც არ მაქვს ვიხსენებ ახლა რამდენს ყველა გზა და ქუჩა სულთან დამსდევს სიმღერით გეფერები შორს რომ ვიყო მაინც მემღერები ვიცი სულ მელოდები და შევხვდები ძველი მეგობრები ჩემს ერთ ქალაქს რომ გნახავ შენ გვირილას გავხარ აქ სულ მაისია და ეს ქუთაისია რამდენი რამე გახსოვს დავდივარ და ყველა სახლი მათგობს ბაღის კიდეს გავუყვები და ძველ ამბებს ისევ მოვუყვები გვირილობა შევხვდებით და მიხვდები რომ მე სულ შენთან მინდა გადმოგხედავ ბაგრატიდან სიყვარულს აგიხსნი ძველ თეთრ ხიდთან ჩემს თეთრ ქალაქს რომ გნახავ შენ გვირილას გავხარ აქ სულ მაისია და ეს ქუთაისია მინდა რომ ყველამ გნახოს და რომ შენით ყველამ გაიხაროს გული ვერასდროს დათმობს რაც მე ბავშვობიდან მახსოვს მათბობს სიმღერით გეფერები შორს რომ ვიყო მაინც მემღერები ვიცი სულ მელოდები და შევხვდები ძველი მეგობრები ჩემს ერთ ქალაქს რომ გნახავ შენ გვირილას გავხარ აქ სულ მაისია და ეს ქუთაისია სულ მელოდები და შევხვდები ძველი მეგობრები ჩემს ერთ ქალაქს რომ გნახავ შენ გვირილას გავხარ აქ სულ მაისია და ეს ქუთაისია